საიდან იწყებენ და ეს თვითონ ქმნიან ამ ყველაფერს. უყურე, შენში ეძებენ ყოველთვის ცუდს. შენში უნდათ რომ იპოვონ ცუდი. მიუხედავად იმისა, შეიძლება მეგობარი იყოს, შეიძლება ნათესავი იყოს, შეიძლება საკუთარი დედმამიშვილი იყოს, მაგრამ შენში ეძებს ცუდს. და აი ელემენტარულად დავფიქრეთ, აბა რატო ეძებს ცუდს? ადამიანს ეხლა მოდი ასე ვთქვათ, რომ 10 რაღაციდან ერთი მაინც არ აქვს დადებითი კარგი, ეგეთი ადამიანი არ არსებობს. რომ 1, 2, 3 და 5 რაღაცა დადებითი და კარგი არ აქონდეს, ხო? და ამიტომ დალოცვილო, კარგიდან დაიწყე აზროვნება და ფიქრი მასზე, ანუ კარგი ამოწიე და მერწმუნეთ, რომ კარგს რომ ამოწევ ადამიანში, ცუდებამდის ვეღარ მიხვალ და ყოველთვის დადებითი განწყობით იქნები შენ ადამიანის მიმართ. ჩვენ ყველა დადებითი განწყობით ვიქნებით და აქედან დაისადგურებს ეს სიკეთე და სიმშვიდე. მაგრამ როდესაც ამას შენ უარყოფითად აფასებს სულ მუდმივად და ყველა გინდა რომ უარყოფითად შეაფასო, ეგ შენი ეგოცენტრიზმია. ეგ შენშია. შენში დევს ეს ბომბი დევს შენში. შენ აფეთქებ ყოველთვის უარყოფითად და ყოველთვის გინდა რომ ვიღაცა დაადანაშაულო, ვიღაცის ცუდი გამოაშკარაო. და ამასობაში ნახე რა ხდება? შენსას მალავ ყველაფერს და ვიღაცას ჩირკს აწყობ. ამიტომ ჯობია რომ ვისწავლოთ ეს, რომ ადამიანებში სიკეთე ვიპოვოთ, ადამიანებში კარგი დავინახოთ, ის ერთი კარგი თუნდაც რომელი კარგიც აქვს, ის ამოწიოთ მაღლა და იმით გავიხაროთ და გავახაროთ მაგის და მერწმუნე ის ცუდი რაც აქვს თვითონვე შეცვლის. და შენც აღარ დაიწყებ ადამიანებში ცუდის ძებნას. აი ეს არის რა კითხვაც შენ დამისვი და რაზეც უნდა გამეცა ნამდვილად პასუხი. ყოველი დღის ბოლოს მაგალითად რომ ჩვენი სიტყვებით თხოვოთ უფალს ჩვენში ხატების წინ რაც თუ ლოცველი ვერ ხარ ან არიცი რაღაცა სიტყვაზე კანონმდებლობები და ასე შემდეგ შენი ელემენტარული წინადადებით სიტყვებითაც რომ თხოვო პატიება უფალს ესეც კარგი ნაბიჯია ასეთი როგორ თქვა დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. მაგას ჩემო გიორგი დილას და საღამოს მაგას უნდა იძახდეს ადამიანი პირველ რიგში. იმიტომ რომ ჩვენ უყურე მთელი დღის განმავლობაში რომ ვცხოვრობთ და მოქმედებთ, ხო? ჩვენ აბა ხარ უპირდებით რომ სად დაუშვი შეცდომა, დაუშვათ რა ცოდვა ჩავიდინე, შეიძლება რაღაცა წამოგივიდეს ერვაშად მომენტალურად თავში და თქვა რომ უიმე ეს ხო ცოდვა ეს რა სისულელე გავაკეთე, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში, ამ მთელი კვირის განმავლობაში ამას ხო მუდმივად რეჟიმში არ აქვს ჩართული გონება და იმას ხო არ ფიქრობ მარტო რომ აბა რა ჩავიდინე ცუდი, მაგრამ შენ თავთან რჩები და რომ დღევანდელი დღე რომ გაიარე და მე მაწყენინე რაღაცა მაკადრე, ვიღაცას რაღაცა აკადრე ცუდი აიწეღა რაზეც ვისაუბრეს, თუნდაც რომ ვიღაცებში ის ცუდი, ჭორაობა, ზურგს უკან, რა ვიცი, ბევრი რაღაცა ცუდების თქმა და ვიღაცის შეფასება ცუდად, ვიღაცაზე ვიძახით, რომ ის უნამუსოა, ის ცუდი ქალია, ეს ცუდი კაცია, ეს ესეთია, ის ისეთია. ამის უფლება ჩვენ არავინ არ მოგცა. თუ ეგეთია, ამას ჩვენ კი არ უნდა ვჭორაობდეთ, შენ თუ კარგი ადამიანი ხარ, იმას უნდა დაუჯდე და აუხსნე ეს ყველაფერი და მას უნდა გამოუხატო, უნდა დაანახო. სწორი გზა უნდა დაანახო. უფალმა ხო მოგცა ჩვენ მისკენ სავალი გზა. უფალმა ხო მოგცა ჩვენ თავისუფლება. თავისუფლებასთან ერთად მოგცა ჩვენ არჩევანი და ჩვენი არჩევანი ნახე რა არის ძალიან ხშირად ჩვენი არჩევანი არის ეშმაკის გზა. ანუ უფალმა რომ თავისუფლება მოგცა, იქ ორი გზა დაგანახა, ერთი თავისკენ სავალი, მეორე ეშმაკისკენ სავალი. და ჩვენ რატომღაც ეშმაკისკენ სავალს ვირჩევთ. გაუთვითცნობიერებლად ან გაცნობიერებლად. ზოგი ასია, ზოგი ისია. როცა შეგვიძლია რომ უფლის გზაზე ვიაროთ. როცა შეგვიძლია ძალიან კარგად თქვი სეღან ის რომ დილა თუ საღამოა თუ შუადღეა ყოველ წამს გამახსენდეს ღმერთი და ყოველთვის ვახსენო ღმერთი დიდება მას და ყოველთვის მოვინანიო, ჩემშივე მოვინანიო. აუცილებელი არ არის რომ ეკლესიაში დავდგე და აუცილებელი არ არის რომ აღსარება ჩავაბარო, არ იქა რომ ეს მომინანიოს. მე თვითონ გამოვხატო ეს ჩემი უარყოფითი, ეს ნეგატიური გამოუშვა, იმიტომ რომ სიტყვა მატერიაა.
და ამ მატერიას, როდესაც გამოუშვებ და როდესაც დაიცლები ამ ყველაფრისაგან და ღმერთს შესთხოვ და ღმერთი შეგისმენს ამას და დაინახავს რა როგორ გაწუხებს ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა შეგვინდობს იმწოდოს და შეგვისმენს და შეგვიცვლის მდგომარეობას. და ასეთი რაღაც არის კიდევ ბედის წრე, ჩვენი ბედი, როგორ შეიძლება პარტნიორთან დავლაგდეთ, როგორ შეიძლება რაღაცნაირად ეს გათხოვება არ იქნება, ცოლის მოყვანა, დაქორწინება თუ ასე და ასე შემდეგ. ერთის მხრივ ძალიან თავისუფალი გახდა ვითომდა ეს ურთიერთობები და მეორეს მხრივ ძალიან თითქოს და დაბინძურდა ურთიერთობები ამავდროულად რა. თავისუფალი რა გახდა, ვერ გავიგე ამ კითხვაში, რა იგულისხმება? იცით რა არის ასეთი რომ იცი რა ჯვისწერა ამჭირდება მე რა. არის აი ჯვარი რო დავიწერო და მე გადამიყვარდეს, ისეთი არ გამოჩნდეს, როგორც ახლა ჩანს. არის თუ არა ჩემი ბედი, როგორ გავარკვიო? ნუ აი ესეთი ბევრი რაღაცები არის ახალგაზრდებში რა. გიორგი, ეხლა ბედი ეხლა ცოტა ეს ისეთი ნათქვამია. მე მირჩევია, რომ რაღაცნაირად ყოველთვის უფალთან ერთად რაღაცნაირად ნაბიჯი აკეთო და იქაც მეგონი არ წახვალ რა სულ ბედზე, ასე ვთქვათ და. აი ეს როგორ შეიძლება როდესაც შენი თავის მართვა იცი და როდესაც შენს თავს სწორად მართავ და შენი ცხოვრება სწორად მიყავს მართებულად, ადამიანურად და წეღან რატო აღნიშნე და რატო თქვი, ხო? რომ ღმერთის სავალი გზა მეთქი. ანუ აი ზუსტად ნახე მანდ მივედით ისევ მაგკითხვით, რომ ღმერთმა თავისუფლება მოგცა. რომ თავისუფლები ხართო, იხარეთო, იდრიგძელეთ და იბედნიერეთო. და ბედნიერება გქონდეთო. მაგრამ ჩვენ ადამიანებმა ამ ბედნიერებაში ცოტა ბევრი რაღაცეები გადავაჭარბეთ და ცუდად დავინახეთ რა. ანუ და აი იმას უბრალოდ მაგ კითხვასთან დაკავშირებით მინდა გითხრა, რომ ესე იგი მე რომ თავისუფლება მომცა და ბედნიერი უნდა ვიყო, ამ ბედნიერებაში ნახე რა ჩავდე. შემიძლია საყვარელი მყავდეს, შემიძლია კიდე მყავდეს, შემიძლია ვიმრუშო, შემიძლია რა ვიცი, ბევრი რაღაცა ცუდები ახლა აღარ მინდა რომ დავკონკრეტდე. გავაკეთო. მნიშვნელობა არ აქვს ეს მარტო ქალის მხრიდან არა, კაცის მხრიდანაც, ხო? ეს პარტნიორების ცვლას კიდე ცუდად პარტნიორები ახლა რა არის იცი? რა თქმა უნდა, ჯერ ეგერთი ნებისმიერ ადამიანთან კონტაქტი, ურთიერთობა, ჯერ არაფიზიკური ურთიერთობა, როდესაც დაბინძურებული ენერგეტიკით არის, მაშინ ღებულობ და ინგრევი და როდესაც მას პარტნიორი ყავს და იმ პარტნიორთან 1 ყავს, 5 ყავს, 10 ყავს და ურთიერთობა გაქვს, უფალსაც რომ თავი დავანებოთ, ხო? და ამ კუთხით შევხედოთ, რა თქმა უნდა დაბინძურება ხდება შენი სხეულის და რა თქმა უნდა ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე დგები. ეს მაპატიე და ეს გადახრილი ცხოვრება და სხვა გზით წასული ცხოვრება აღარ მინდა სიტყვიერად, იმიტომ რომ შეიძლება ბავშვებაც მოისმინონ და რაღაცა და არ მინდა ესეც დავაკონკრეტო სიტყვები. ეს არ არის სწორი და ეს რა თქმა უნდა წეღან ხო ლაპარაკობდი ჩვენ ცოდვებზე და აგერ ვიძახდით რომ ვიძახიანო რომ არაფერი დამიშავებიაო და აი ერთ-ერთი ფაქტი ახლა რაღაც რა კითხვი და ჩვენ შემოხვედი როგორ არ დაგიშავებია კაცო ახლა დავანებოთ ჯვრის წერასაც თავი და შევეშვათ ჯვრის წერასაც შევეშვათ აი შენ თვითონ როგორ წარმოგიდგენია აბა აი დასაქორწინებელი ადამიანი ხარ ხო და ყავს პარტნიორი დაუშვათ ხო ის პარტნიორი როგორ აკყავს ისე ტყილა ყავს არ გიყვარს და ყავს ანუ ცხოველური რაღაცისთვის გინდა ჟინისთვის ეს პარტნიორი თუ იმ პარტნიორთან იმიტომ ახარ რომ გზნობა გაქვს სიყვარული გაქვს სითბო გაქვს ურთიერთობაა ყველაზე მთავარი მიხვდი აი ერთმანეთთან რომ დასხდები და საუბარს დაიწყებთ ელემენტარად შენი შევსება უნდა მოხდეს სულიერი შევსებაც უნდა მოხდეს და ბედნიერი უნდა იყო და აზრების გაცვლა უნდა იყოს სწორი ერთმანეთში და მაშინ ახარ ბედნიერი თორემ მარტო ის რომ შენ ადამიანი
იმისთვის აკყავს, რომ რაღაც თავში მოგიარა და წახვედი რომ ლოგინი გინდა, ხო, მაგი არის სიბინძურე. მე შეიძლება ახლა ვიღაცას არ ეს მოეწონოს ეს, ვიღაცას არ ეს სიამოვნოს, მაგრამ რეალობაში ესია და ჩვენ რეალობას არ უნდა გავიქცეთ. ჩვენ იმისთვის ავართ, რომ გადმოვცეთ ის, რომ ადამიანებმა ვისწავლოთ ვიღაცას თუ ჩაუდენია თუ ასე უცხოვრია, ხო? მერც ვევედრები რომ შეაცვლევინოს ეს, იმიტომ რომ კიდე ვიძახი, აქ ჯვრის წერა არ არის მარტო. აქ ჯვრის წერაზე არა შეიძლება ჯვარი არ კონდეს დაწერილი, კი ახლა ეკლესიურად შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ აუ რას ისულელეს ლაპარაკობს ეს რომ ამხელა ცოდვაა და არ არის. თავარი არის იცი? თავარი არის სუფთა წრფელი გრძნობა და სიყვარული. როცა სუფთა წრფელი გრძნობა გაქვს, სულიერად და ხორცილად ნამდვილი სიყვარული გაგაჩნია ორივე მხარეს, რა თქმა უნდა. და როდესაც ურთიერთობა გაქვს ადამიანთან, ის შენი ნაწილია. იმ შენი ნაწილში, იმ ნაწილში ხართ ორივე ბედნიერები და ეს ბედნიერება ისე არა, რომ დღეს ერთი გინდა, ხვალ მეორე და ზეგ მეშვიდე. და ამას დავარქვათ მე რომ იცი რა ეს კაცი არ ვარგოთ და ეს ქალი არ ვარგოთ და ეს ესეთი იყო, ის ისეთი იყო. ნახე, მაინც გაკითხვაში მივდივართ. იმის გამო რომ ჩვენ თავი გავიმართლოთ და რომ ჩვენ ვიმართლოთ რომ თურმე მე ესეთი მაგარი კაცი ვარ რომ ნახე ეს ქალი როგორი ცუდი გამომადგა ამ პირიქით ქალმა რომ გაიმართლოს თავი ყველა სიბინძურეს ვაბრალებთ ადამიანებს 1000 სისულელე შეიძლება დავაბრალოთ ოღონდ თავი გავიმართლოთ ეს არ არის სწორი და ეს არის კიდევ ერთი და რაც ყველაზე მთავარი ისევ და ისევ შეჯანმრთელობაზე აისახება აი როდესაც ეგან ჩაკრა ახსენე ზუსტად იქედან იწყება ეს პრობლემები და რომელ ჩაკრიდან დაიწყება და სად ესე უხეშად რო თქვა სად დაგარტყავს და საიდან დაიწყება შენი ჯანმრთელობის მოშლა მაგი რა თქმა უნდა შემდგომში ვრინდება და გამოჩნდება და არის კიდევ ასეთი რომ ადამიანს შეიძლება მოსდევდეს წინაპრების არეული ცხოვრება რაღაცა შეიძლება ცოდვებიც იყოს ესეთი ტერმინიც არსებობს კი ბატონო არსებობს კი არა მასია ასია და შეიძლება ასევე შენ ჩაკრებზე ცუდად მოქმედებდეს შენი წინაპრების არეული ცხოვრება არა ჩაკრები აქ არაფერ შუაში არ არის შენი წინაპრების არეული ცხოვრება არა ცოდვებზე ლაპარაკი ხო არეული ცხოვრება შეიძლება ახლა არეული კონდეს ხო მაგრამ შეიძლება რაღაცის მიზეზის გამო იყოს მაგრამ ცოდვებზე აქ საუბარი და მაგას ჩვენ ღმერთიც გვესაუბრება ხო და ეკლესიაც გვესაუბრება მაგას რომ თავიდან თაობებზე გადადის ეს ცოდვა ხო ჩვენ ახლა ჩვენი წინაპრების უკან და უკანო წავიდეთ ახლა პლუს ამის გამორკვევა თქვენთან ხდება როგორც აი რა თქმა უნდა იმიტომ რომ გამორკვევა ის კი არა რომ ვიღაცის პაპის პაპა ამ პაპამ რომ რაღაცა ჩაიდინა იმ პაპაში ვეძებთ იმას შენში ჩანს ეგ მიხვდი ეს შენია კარმულია მაგას კარმული ქვია კარმულია გადმოსული თუ შენშია გაგვიძებული კარმული ვალი თუ კარმული ვალი სხვა რა კარმული ვალი არა კარმული ის არის რომ ის შენ უნდა გაზღვევინონ იმიტომ არის რომ აი ქართულად ნახე რა როგორ არის ნათქვამი ესო პაპის ნაჭამად ყემონო შვილიშვილს მოჭრა კბილიაო ანუ აი ეს ნახე რომ ქართულად როგორ ჟღერს ხო ანუ პაპისმა ჩადენილმა დანაშაულებმა ხო ეწია შვილიშვილს ეხლა მან კიდე ბევრი კითხვები მოდის ხოლმე ჩემო გიორგი რომ აი ეგ რა შუაშია და ზოგი იძახის აბა სად არის ღმერთი რატომ უნდა აგოს პასუხი შვილიშვილმა ან შვილმა მამის ან პაპის ან ბაბუის რა ვიცი ვიღაცის ცოდვაზე აქ მასი არ არის რა წყობა სამყაროსეული წყობა სხვანაირად არის მოწყობილი იმიტომ რომ ჩვენ დროში ვცხოვრობთ ეს დრო ჩვენი ჩამოყალიბებული ადამიანების ხო დროში ვცხოვრობთ და ზეცილ სამყაროში დრო არ არსებობს ამიტომ ეხლა იმან რატო აგო პასუხი ამის გამო ან ამან რატო აგო პასუხი იმის გამო ეს არ მუშაობს ესე რა აი ყველა აგებს პასუხს და შენ რომ იცი რომ შენ რომ გიორგი ხარ და იცი რომ შენ რასაც ჩაიდენ შეიძლება ხვალ შენ შვილმა შვილიშვილმა ან შვილთა შვილიშვილმა აგოს პასუხი აი იმიტომ არის ეს ესე აწყობილი რომ შენ აქვე უნდა
დაამუხრუჭო და აქვე ისე უნდა მოიქცე, რომ იქ არ გადაიტანო. არავინ არ იცის, შეიძლება შენ მიაგო პასუხი, მაგრამ შეიძლება მეხუთე თაობა მაგოს პასუხი, ხო? აი ეს არის ზუსტად კარმული, რასაც ქვია. კარგი ზაზა, აი თქვენთან მოვიდა ადამიანი. კი ბატონო. პირობითად პაციენტი. კი ბატონო. რა ხდება? აკეთებს დიაგნოსტირებას, აურას ხედავთ, ჩაკრებს ხედავთ, რა როგორ არის? რა თქმა უნდა. რა პრობლემის წინაშე არის, რაღაცა განსაცდელი თუ ეს ცოდვა შეიძლება ქონდეს ჩადენილიც და თვითონ ვერაცნობიერებდეს, ხო? კი ბატონო. იმიტომ რომ ბევრი ადამიანი დადის სტრესს და გათიშული და ეს კიდე ცალკე სხვა გათიშული რო დადის ბევრი ადამიანი, ჩემო გიორგი, მან რაღაც სხვა პრობლემაა უფრო. ხო, მაგრამ ამასთან თანხმდებია ეს ყველაფერი, ხო? კი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. თქვენთან ამ ყველაფრის გადმოლაგება, დაალაგება ხდება და ეხმარებით რაში ადამიანს? აი რა გიორგი, კაი, ერთ კითხვა შემოგიტრიალებ, ხო შეიძლება? შენ რო ჩემთან მოხვედი, რაში დაგეხმარე? ნუ ბევრ რაღაცაში. პირველ რიგში რა თქმა უნდა, ეხლა თუ მოსარიდებელი არ არის, ვიწერთ და ამ კითხვას ხო, გისვამ. ნუ პირველ რიგში ჩემ შემთხვევაში დამაწყნარე. ასე ვთქვათ. როგორ დაგაწყნარე, მოგეფერე, რო დაგაწყნარე, თუ რა გავაკეთე, რო დაგაწყნარე? ნერვული სისტემა დამილაგდა, შედარება არ იყო. ვიგრძენი რომ რაღაცნაირად გავიწმინდე. ვიგრძენი რომ დედამიწის რაღაცნაირად ნაწილი ვარ, ნაწილაკი ვარ დედამიწელი ვარ და თუმე კარგიც არის და რაღაცა ისე ვიყავი ამ და რაღაცა ცუდი თვისებებიც გადავაგდეთ. და რაღაცა ცუდი თვისებებიც გადავაგდეთ და ცუდი თვისებებიც რაღაცა გადატანითი მნიშვნელობითაც მაგზნობინე და რაღაცა მეგობრულად ძმაკაცურათაც როგორც პატარა ძამიკოს ისე და ბევრი რაღაცები მე ამოგიტივდე და როცა ჩემთან წახვედი და ჩემთან აღარ იყავი, მაშინ გაგახსენე თურმე რატო გელაპარაკებოდი, ხო და რას გეუბნებოდი. კი. უყურე გიორგი, ეხლა მე გაგცემ პასუხს, ჩემო კარგო და გავცემ საზოგადოებასაც, იმიტომ რომ ბევრს აქვს ეს კითხვა და მე ვიცი მესმის და ვისმენ ზოგი ჩემთან რომ მოდის თითქმის მეტი წილი ესეთ კითხვებით შემოდის და ეს აინტერესებს ყველაზე პირველ რიგში. ნახე შენ რომ ჩემთან მოხვედი, შენ იქნები თუ სხვა, ხო? პირველი რაც მთავარია, როდესაც მე კითხვას გისვავ, რომ რა ჩემთან რა გინდა, რატო მოხვედი? რა გაინტერესებს ჩემგან, ხო? და ჯერ ვისმენ შენგან, შენ ჩემგან რა გაინტერესებს? იმიტომ რომ შეიძლება ბევრი ისეთი მოდის, რომ ვაფშე ისეთი რამე აინტერესებს, რომ უღებ კარებ და უშვებ უკან. გამიგე? და როდესაც შენ მესაუბრები ჯანმრთელობაზე, მე პირდაპირ ორიენტირება მაქვს ჯანმრთელობაზე. ამის მერე ჯერ მე გესაუბრები და შეიძლება 5 საათი და 6 საათი და 2 საათი გააჩნია შენ ფსიქოლოგიას. ანუ შენ ფსიქოლოგიას სწავლობ პირველ რიგში. ჯანმრთელობა ჯერ არ მაინტერესებს. რა თქმა უნდა, ეხლა კითხვა წამორო ფსიქოლოგიური პრობლემა როცა ესა ჯანმრთელობას ეხება, მაგრამ ურე აქ პრობლემის შესწავლას კი არ პრობლემას კი არ ვეძებ. შენ როგორი ფსიქოლოგიის ხარ, როგორ მოგიდგე, რომ შენთან საუბარში უნდა მოგარგო ყველა სიტყვა, რომ აი ეს ფსიქოლოგიაში, სადაც პრობლემა გაქვს, უფრო მეტად არ დავაზიანოთ და რამე უფრო რთული რაღაცა არ წამოვჭრა. შეიძლება ისეთი სიტყვა გითხრა, ან ისეთი რაღაცა გითხრა, რომ აი მაგალითად ფსიქოლოგიური პრობლემა რო გაქვს და მე რომ დიაგნოსტიკა გავაკეთე და შენ ორგანიზმში რაღაცა დაავადება ვნახე. ღმერთმა ყველა დაიფაროს და რაღაცა ცუდი დაავადება ვნახე. მაგ ფსიქოლოგიის პატრონს შეიძლება რომ მე პირდაპირ უთხრა ადამიანს რომ იცი რა ჩემო კარგო ვაიმე დავიღუპეთ შენ აი ესეთი პრობლემა და დაავადება გაქვს. შეიძლება უთხრა? რა თქმა უნდა არ შეიძლება. ამიტომ ნახე რა ხდება პირველ რიგში სწავლო ფსიქოლოგიას ადამიანის, მე ამ ფსიქოლოგიას უნდა მოარგო, მე ნდობა უნდა გააჩინო, რომ შენ უნდა გენდოს, შენ უნდა მიგიღოს, მეგობრად, ძვირფას ადამიანად მისთვის, კარგ ადამიანად, მაგრამ ეს ისე კი არ უნდა მიიღოს, რომ შენ ეთამაშო მას და რაღაცა თამაშით და რაღაცა იმებით, რეალურად სული უნდა დაანახო შენი შინაგანი უნდა დაანახო, უნდა გაიხსნა მთლიანად და გულში უნდა ჩაიხუტო და ჩაიკრა გულში, რომ მან იგრძნოს, რომ
ადამიანთან არის მისული, რომელიც საიდანაც უეჭველი დარწმუნებულია, რომ ის ჯანმრთელი და ბედნიერი წავა. და აი, როდესაც ამ ფსიქოლოგიას ამას ვარგებ, ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, მე ხდება შენი დიაგნოსტიკა, მე ხდება პრობლემების გამოკვლევა, რა პრობლემა გვაქვს, რა დაავადება, სად რა არის, რა თქმა უნდა, იმ აურას ეღარაც ახსენე, იმ ჩაკრებს, რომელი ჩაკრებია და რა პრობლემა არის, საიდან არის, ან ჩაკრიდან არის წამოსული პრობლემა, გარე სამყაროდან შემოსული, ანუ გარედან შემოსული დაბინძურება, თუ ამ დაბინძურებიდან წამოსული რომელიმე დაავადებაა. ან მან ძალიან ბევრი რაღაცა არის, იმიტომ რომ იქ იმუნიტეტია ყველაფერში მთავარი როლი. და ამ იმუნიტეტს როგორ რა მდგომარეობაშია, რატო ამ მდგომარეობაში იმუნიტეტის დაქვეითება რატო მოხდა? იმუნიტეტის ანუ განადგურება, ანუ მკვდომა რატო მოხდა? რამე და იმუნიტეტის გარეშე ღმერთმა დაგვიფოროს ყველა, ხო? აი ეს არის ყველაზე მთავარი, რომ ადამიანთან ასე უნდა მიუდგე და ასე უნდა იმუშაო და რა თქმა უნდა, ის ადამიანი ზოგი რითი მოდის, ზოგი რითი შეიძლება ჩემთან ადამიანი მოდის და მეუნება სიტყვაზე ვიძახი, რომ აი ნაღველა მაწუხებს მაგალითად, ხო? და მე რომ ვამოწმე იქ ნაღველა საერთოდ არაფერ შუაში არ არის. ან არის ნაღველაში პრობლემა, მაგრამ გამომწვევი მიზეზი სხვა რამეა. თავარი თავია, რამ გამოიწვია ეს? იქედან უნდა დავიწყოთ, რამ გამოიწვია, თორე რა მნიშვნელობა აქვს იმ ნაღველას მე თუ უმკურნალებ, თუ ამოსაღებია საერთოდ და განუკურნებელია უკვე ისეთი მდგომარეობა, ნაღველას ამოიღებს, ხვალე ის თავი საწყისი თუ არ განკურნე, იქ ვიზლის პრობლემა იქნება, ან თირკმლის პრობლემა იქნება, ან ფსიქიკის პრობლემა იქნება, რა ვიცი, მე 1000 პრობლემა შეიძლება. ასე რომ დავაკონკრეტოთ, რომ აქედან ეს წამოვა და აქედან ეს წამოვა, ესე არ არის რა. სადაც სუსტი წერტილია, სადაც სუსტ ადგილს ნახულობს, იქედან იწყება პრობლემა.